მოგესალმებით, ეს არის სიმართლის მაძიებელი პოდკასტის კიდევ ერთი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია და ვისაუბრებთ ცვლილებებზე, რომელიც დაანონსდა, გვაინტერესებს რამდენიმე საინტერესო საკითხი შეიძლება რომ გამოვიხილოთ, მათ შორის საერთოდ რატომ დაანონსდა ეს რეფორმა, ეხლა რამდენი განხორციელებადია და რა გავლენას მოახდენს სტუდენტებზე, ლექტორებზე, უნივერსიტეტებზე და ასე შემდეგ. Okay, დაახლოებით 1 საათი გვაქვს ბატონ სიმონთან, მოგესალმებით და მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა, მადლობა დროისთვის. პირველი კითხვით დავიწყებ. ძალიან დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა ამ თემის ირგვლივ და საერთოდ რამდენად განხორციელებადი არის, მე კითხვაც კი გამიჩნდა, ისეთი რაღაცები წერია, რომ რაღაც ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რაღაცა 3+1 ყველაფერი თითო წლით მცირდება, ანუ რამე სხვა მიზანი ხო შეიძლება ქონდა, საერთოდ ადეკვატური არის, რეალისტური არის, ეგეთი რაღაცის გაკეთება, პირველი ამით რომ დავიწყოთ. ხო, მიზნიდან უნდა ვიმშილოთ, ხო, რა მიზანსაც ისახავს სინამდვილეში, იმის მიღწევა შესაძლებელია თუ არა. მიზანი სხვა წელიწადნახევრის წინ თქვა ყოფახიძემ, რომ ჩვენი მიზანია რომ გავწმინდოთ უნივერსიტეტები ჩანადგილი ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან და ეს ქართულ ოცნებას ხაშურის ერთი ახასიათებელი აქვს, რომ თავიდან ყოველს ამბობს პატიოსნად რის გაგჭებასაც აპირებს და მე ჩვენ ამჯერა ხოლმე, ხო ხანდახან და აი და გონია ხოლმე რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია სინამდვილეში რაღაც უნდა და რაღაც, მაგრამ რას ამბობენ, იმას აკეთებენ, ხო? თქვენს რომ სიმაშეზუდით მედია და NGO-ები და დაერიან მათ. მე თქვენს რომ ევროპასთან გავწყვეტოთ. მე თქვენს რომ პარტიები უნდა აგრძელოთ, აგებოდან და სიგიჟეთ გვეჩვენება ხოლმე, ეს სიგიჟეები მერე ხდება. გამოდის. ხო, პატიოსნად ასრულებენ თავის გეგმას, ანუ საჯაროდ ამბობენ, მაგრამ რას აკეთებენ ხოლმე, ხო, ჯერ ამბობენ ნამდვილი მიზანი რა არის, მერე იწყებენ ხოლმე ამის შეფუთვას, რა, ანუ ჯერ იყვიან აი ჩვენ ავსტრიების იმაში, საქართველოში ესენი უნდა შევზღუდოთ და მერე იწყება გამოგონება, რომ ეს ყველაფერი კარგი იქნება ხარისხისთვის განათლების და რაღაცა ჩვენი მოსწავლეები უფრო ნაკლებს რო ისწავლენ ეს უკეთესი იქნება, იმიტომ რომ პროსაპად დასაკრებიან ან ნაკლებს რო ისწავლენ სტუდენტებიც ეს უკეთესია, იმიტომ რომ იქ რაღაცა ხო, რაღაცას პროპაგანდისტულად ასე ყოველ შეგიძლია მოალბა ისეთი მხარე, რომ თითქოს ვიღაცისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგრამ ნუ ეს მიზანი რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს უნდა გაწმინდეს უნივერსიტეტისგან არ არის, ანუ ეს ძალიან ვიწროთ არის აღწერილი, სინამდვილეში არის რომ დაუქვემდებარო პარტიას განათლების სისტემა. ეს განათლების სისტემა უკვე არის დაქვემდებარებული პარტიაზე, ნაწილობრივ სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც. მაგრამ აქ ლაპარაკია პირველ რიგში უნივერსიტეტებზე, იმიტომ რომ უნივერსიტეტები ვერ აკონტროლებს ისე, როგორც უნდა რომ აკონტროლოს, ანუ არის სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილი, რომლებიც მონაწილეობენ პროტესტებში და დისკომფორტს ქმნიან. ძალიან დიდ, იმიტომ რომ აი მაგალითად ირაკლი ყოფახიძეს, რომელიც არის თავის სპიკერი და როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღებით, უწევს დაცვით იაროს საკუთარ ლექციებზეც კი. ეს არ არის ჩვეულებრივი დისკომფორტი, იმიტომ რომ მის ლეგიტიმაციას არ აქვს, ხო, პრემიერ-მინისტრი რო ხარ და საკუთარ ლექციაზე დაცვის გარშემო შედიხარ, კიდე აცემინებ ვიღაცა ახალგაზრდულ იმას რა ქვია ჯგუფს ამ პროტესტანტებს და მე კიდე დაჭერილი რო ყავს იგივე შენი ფაკულტეტის სტუდენტი და ციხეში ჩასვა რა, მე როგორ პრობლემა გაქვს და ისე უნდა მოაწყოს ის სისტემა, რომ გამოჩნდეს, რომ ეს უნივერსიტეტები სინამდვილეში სხვა რაღაცისთვის არსებობს, ანუ იმისთვის კი არა, რომ საზოგადოება უკეთესი გახდეს, არამედ იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანი დასაქმდეს უკეთესად, რომ რაღაცა დასაქმება იყოს მუშახელი და ასე შემდეგ. მე აი ეს ერთი განცდა რამაც გამიჩნია, რომ ანუ საერთოდ რამდენად აპირებენ თქო, ანუ რეალურად განათლების, ანუ მართლა განათლებაზე იყოს განათლების რეფორმა, პროცესით განათლების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ დიდადი განათლების ექსპერტი ვერ მონახე იმ ადამიანებში, რომელმაც ეს თუნდაც ავიეციან დაანონსეს ან კომისიაში განიხილებოდნენ და ამიტომაც შეიძლება რაღაცა პოლიტიკური ეჭვი არის ნამდვილად, რომ რაღაცა სხვა უმეტესად პოლიციური წარსულის მქონე ადამიანები იყვნენ იქ. ხო, კომისია არის ძირითადად თანამდებობის პირები არიან კომისიაში, ძირითადად რა ყველა თანამდებობის პირია, არიან მინისტრები, ქალაქის მერი და ვიღაცა კიდე არის. ადრე იყო ხო, აჭარის
მაგალითად რიჟვაზადელი ლოშვილი თავიდან იყო ეხლა არ არის. და ერთ-ერთი თანამდებობის პირიც არ არის, იქ არის საქართველოს პრეზიდენტი და უცნაური წლიანი. განათლების ასე ფუნდამენტურ რეფორმაში ჩართული რო არ ყავს. თავისთავად სხვა შორის ეგეც ესე ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ ეს თავრობა რომელიც ამბობს რომ შეგვიძლია ყველაზე ვთქვათ საპატივცემო თანამდებობაზე ყავდეს ადამიანებს უმაღლეს განათლება არ აქვს, მაგრამ ეხლა უმაღლეს განათლებას ისე გადააკეთებს, რომ ნაკლებს ვისწავლეთ და პრობლემს მივახცევთ. და რაც გააკეთეს ავაშვილის შემთხვევაში. საინტერესო მოდელია. ერთი რაც ესეც ალბათ პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად გვიჩნდება ხოლმე ეკითხვა და ალბათ მაგ რაღაცა ნორმალურად როგორც ვიფიქრებთ, ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი თქვით, რომ რატო დაანონსეს მაგალითად ეს უსული კანონი მეორედ რა მოიგეს ამით, სხვა ხშირად არის ხოლმე რა, რომ აი რაში ჭირდებოდათ ეს რაღაცა უარის თქმა ესე მტკიცედ დასავლეთზე და ასე შემდეგ. ხო და ანუ ეხლა გამიჩნდა ის კითხვა, რომ ანუ რა ვიცი, რა გინდოდა საერთოდ რა, ანუ რაღაცა რეფორმას რო აკეთებ ზოგადად რაღაცა დროს არჩევ სწორს და იქ რაღაც განხორციელებასაც თავისი დრო უნდა და რაღაც მომენტუმის ამბავი არის რეფორმის გაკეთება რა, ნებისმიერ დროს ეგეთ მასშტაბურ რეფორმას წესით ვერ აკეთებ და არ აკეთებ. ხო და ნუ აქაც გამიჩნდა ეს კითხვა და რა ვიცი, რამე კომენტარი ხო არ გაქვს რა, ანუ რა რატო აკეთებენ? საერთოდ არის ნაღლებად, რატო აკეთებენ ამას ყველაფერს? ამერიკელებს ეს გავთქვა, პერში ისროლა, ხო და პერში გაირთვა თოფითო. დაახლოებით ეს ტრანსფერს აკეთებენ გაუთავებთ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის მათთვის და უცებ გამოიგონებენ რაღაც პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გზების შეთავაზების დროს საზოგადოება ფეთქდება და შეიძლება ალოგიკური იყოს ეს ერთი შეხედვა, მაგრამ ეს არის მართვის მოდელი სინამდვილეში. ფაქტობრივად ერთჯერადი აღარ არის, რომ გაწყვეტენ ხან უკვე იმდენჯერ მოხდა, რომ აი რაღაც აი შეცდომა დაუშვეს და რაღაცა საკუთარ ფეხში ისროლეს თუ რაღაც საკუთარი ტოტი მოიჭრეს, ან მაშინ აღარ ზის უკვე. ხო, მაგრამ აი სხვა შეზ ესეც თქვა ივანიშვილმა ძალიან პატიოსთან დასაწყისში, რომ მე თქვენ გადაგზით. ეს არის მართვის მოდელია, რომელიც მისი გამოგონილი არ არის, მაგალითად ვიქტორ ორბანი იყენებს ამ მეთოდს. როდესაც შენ მუდმივად გქონი კრიზისი, იმისთვის რომ საზოგადოების კონცენტრირება შეუძლებელი გახდეს, იმიტომ რომ შენ თუ გეხება რაღაც საგარეო პოლიტიკაც, საშინაო პოლიტიკაც, რაღაცა მართლმსაჯულებას, განათლებას და ამაში ყველაფერში რაღაც კრიზისია, ყოველდღიურად ყოველდღეში რაღაც ახალი და კიდე გემუქრებიან და არცი იმაზე ფიქრობ, რომ ეხლა წავიდე საზღვარგარეთ, მე წავიდე მიზოს რომ გავაკეთებენ თუ რა გავაკეთო. ასე დროს კონცენტრირება დემოკრატიაზე და რაღაცა შენ მოთხოვნების ფორმირება, პოლიტიკური მოთხოვნების ფორმირება შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ უკვე აღარ იცი რა სფეროს უნდა ედარბო. და იქ და მეორე რასაც ცდილობენ ამითი არის ის, რომ სინამდვილეში შეინარჩუნონ ძალაუფლება სამუდამოდ. თუ მიზანი გაქვს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება სამუდამოდ და შენი პარტია იყოს ერთადერთი, რომელსაც შეუძლია მუდმივად იყოს ხელისუფლებაში, მაშინ ერთი მხრივ ეს კრიზისი უნდა შექმნას მუდმივად, ვერ არის შესაძლოს ვერც ძალების შემოკრება, ვერც სოლიდარობის რაღაცა გზნობის გამოწვევა, ვერც ორგანიზება. მეორე რაც უნდა გააკეთო არის, რომ ყველა თავისუფალი ინსტიტუტი უნდა მოკლა. ეტია სამთავრობო ორგანიზაციები განათლება. ეს გავლილი გზა არის ბევრ სხვა ქვეყანაში და აქაც ჩვენთანაც გავლილია, ხო? ანუ ეს საბჭოთა კავშირის დროს გაიარა სისტემა და ეხლა კითხვა დავსვათ, შესაძლებელია თუ არა იმის გამეორება, რაც მოხდა თქვა 20-იან წლებში წინა საუკუნის და 30-იანებში და შესაძლებელი არ არის ხარი. დამხედავთ იმას, რომ ეს ავტორიტარიზმი არ არის ქართული ფენომენი მხოლოდ, ანუ ეხლა არის რაღაცა საერთაშორისო მოძრაობა არის ავტორიტარიზმისკენ და პოპულისტური ავტორიტარიზმისკენ და როცა რაღაცა საზოგადოებას ეუბნები, რომ აი სინამდვილეში რაღაცა მიგრაცია არის საფრთხე, სინამდვილეში არის რაღაც იდენტობის დაკარგვა არის საფრთხე და ამ დროს იწყებ შენი რაღაცებს გაკეთებ, მაგალითად ამერიკაში ვხედავთ იმას, რომ პრეზიდენტი დაერია ერთ-ერთი პირველი ეს ვისაც დაერია უნივერსიტეტები და რაღაცა ჯარიმები დაუწესა და სხვა უცხოელი სტუდენტების და მისი სწავლების შეზღუდვა იქაც იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უნივერსიტეტები დაეჭერა და იძულებინა რომ დაქვემდებარებოდნენ მას. და იქ საერთოდ სხვა ფენომენი აქვს აქ რა, იქ პირადია შურისძიების ამბებიც, რა ეთქვა მაგალითად კოლუმბიის საქართველოს პირადი შურისძიების ამბებს არის კიდევ ხა, იქ იყო აი როგორ რაღაცები, რა ეთქვა კოლუმბიის უნივერსიტეტს 200 მილიონად უნდა და ტრამპს უნდა და
მისგან ეყიდა კოლუმბიის უნივერსიტეტს თავის დროზე 200 მილიონად რაღაცა უძრავი ქონება და რო არ იყიდეს 200 მილიონიანი ჯარიმა დაადო მე ზუსტად 200 მილიონიანი ჯარიმა დაადო ზუსტად ამ კოლუმბიის უნივერსიტეტს. რაღაცა მაგონებს. ხო და აქაც მსგავსი რაღაცები ხდება რა შენ თუ აუდიტორიაში არ გიშვებენ რაღაცა სტუდენტები, მე სტუდენტები რაღაცა მოიშორ თავიდან და ეხლა უბრალოდ არ ვიცი ხა მე იცის ფავორებულად მსმენელმა საერთოდ ვლაპარაკობთ, ანუ რას უპირებს განათლების სისტემას და განათლების სისტემას უპირებს იმას, რომ ჯერ თითო კლასი, ანუ თითო წელი მოაკლოს სკოლას, ბაკალავრიატს და მაგისტრატურას. ეს საერთო ჯამში არის დაახლოებით 100,000 ახალგაზრდა, ანუ რაღაც 50,000-ზე მეტი არის 12 კლასელი, ანუ ისინი აღარ იქნებიან სკოლაში. სადაც 35,000-მდე არის დაახლოებით თითოეულ კურსზე სტუდენტი ბაკალავრიატში და ნუ კიდე ცოტა ნაკლები რა ამის ნახევარი დაახლოებით მაგისტრატურაში და სადაც 100,000 ახალგაზრდა უბრალოდ აღარ იქნება განათლების სისტემაში ჩართული. ეს 100,000 ახალგაზრდა ცოტა არ არის, ხო? როცა ვლაპარაკობთ სულ მაგალითად უნივერსიტეტებში დღეს არის 200,000. ცოტა არ არის რა კონტექსტში ვაღოთ. ცოტა არ არის, იმიტომ რომ ამ 100,000-ის რა ვიცი, თქვა 2%-ით რო გამოვა დემონსტრაციაზე, ხო? უკვე ბევრი ხალხია ერთდროულად რაღაცა თბილისის ქუჩებში 2,000 სტუდენტი რო გამოვიდეს. ხო, უკვე სერიოზული ძალა არის. ეს სტუდენტები არიან ადამიანები, ვისაც ვერ აკონტროლებ, სამსახურთან ვერ გააგდებ. ან იმას აკვირა ვერ გააშინებ, რომ რაღაცა ვიცი. ანუ შეშობა ის არის, რომ ესენია უფრო თავისუფალი ადამიანები, ვიდრე ისინი, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ სადღაც ბიუროკრატიაში თავისი ადგილი დაეკავებინათ და წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში არის 1,300,000 დაახლოებით დასაქმებული და აქ 300,000 არის სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებული. მოსახლეობის დიდი ნაწილი ხავს ხელში, ანუ საკუთარ ბერკეტები აქვს. ანუ ფულად ბერკეტი აქვს და არჩევნებზე აიძულებს, რომ რაღაცები გააკეთონ. მათ დიდ ნაწილს და ახლა სტუდენტები არიან თავისუფალი ადამიანები, ანუ მათზე პირდაპირ ზემოქმედება არ შეუძლია, ვერ ეთქოს ახლა პროფესორს ნიშანი არ დაუწერო, ამას თუ მე არ დამჭერს ფარს, ხო? რეგულირებას ვერ ახდენს პარტიისთვის და პროფესორების დიდი ნაწილიც ესე არის, იმიტომ რომ ხელფასს არ განსაზღვრავს სახელმწიფო, განსაზღვრავს უნივერსიტეტი. მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც ავტონომია აქვს უნივერსიტეტს იმდენი, რომ გადაწყვეტოს თვითონ ვის აირჩევს და ვის გაუშვებს. მაგრამ ცხადი არის კონტროლის დამყარებას ცდილობს ამ დონეზეც, რომ პროფესორების ვინაობაც კი შეამოწმოს და გათვალთროს, აი მაგალითად, რაც ეს რუსულგანმის აქციები დაიწყო, პროფესორების ნაწილს მოწვეულებს მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ გაუგზავნეს კონტრაქტები. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობდნენ აქციებში და ჭირდებათ აქ ხალხი ამ პროგრამის ახორციელებისთვის საკმარის პროფესორი არ ყავს და მაინც უშუალოდ ამ ხალხს და შემდეგში, როდესაც უკვე ამ რეფორმას განახორციელებ ისე როგორც არის ჩაფიქრებული, მე კიდევ უფრო მეტი ბერკეტი გაქვს, რომ უნივერსიტეტს უკან ნახო, რომ აი მაგალითად მე შენ ფულს აღარ მოწევს საერთოდ. ანუ ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ხო? ფულს სახელმწიფო აძლევს სტუდენტს და სტუდენტს მიაქვს იმ უნივერსიტეტში, სადაც უნდა. ხო, რეალურად სტუდენტი ანუ წვეთს სად წავა მეტი თანხა იქნება მომდინე, რაც უფრო პოპულარული არის, სადაც უკეთესი ანუ მოდელი ეგრეა. შეიძლება ინფორმატია, შეიძლება ამ ზოგი ამითიც. ხო, ეგეც არის კი. ნაკლები მოთხოვნა იქნება ჩვენს მიერ. და ჩავა სადაც ჩემს უფრო მარტივი. ანუ სადაც ჩემი მეგობრები მიდიან კაცმარიც. ის მიღებია და კაცმარიც რა ვიცით, ის მიღებია, მაგრამ ზოგი სხვა ინტერესები არსებობს. და სახელმწიფო ეროვნება უნივერსიტეტებს რო ეს დამთავრდა, ანუ შენ მოგცემ ფულს იმის მიხედვით, რასაც გადაწყვეტს პრიორიტეტულად სახელმწიფო. ხო, აი ვამბობთ, რომ სახელმწიფოს დაკვეთას უნდა იმსახურებოდეს, ხო, უნივერსიტეტები. და სახელმწიფო დაკვეთა არ გულისხმობს მაინც ეკონომიკურ დაკვეთას და თუ ამას გულისხმობს, კიდე ეგ წავი პრობლემა არის. როდესაც აი გასცემს დაწყება ლაპარაკობთ, რომ ჩინეთში მოხდა მსგავსი რაღაც 70 წლის წინ და მაშინაც პოლიტიკური კონტროლის დამყარება იყო მიზანი და საშუალება ერთ-ერთი არის, რომ ტექნიკურ მიმართულებებზე გაუშვა აჩება მეტი ხალხი, რატომ? იმიტომ რომ თუ შენ სწავლობ ფილოსოფიაზე, სოციალურ მეცნიერებებზე, მაშინ შენ უკვე პოლიტიკას უყურებ სხვა პერსპექტივიდან, იმიტომ რომ აი მაგალითად თუ აი გუშინ კომახეზე თქვა ესეთ ფრაზა, რომ ჩვენ სტუდენტებისთვის 64-ს ავაშენებთ და 64 როცა ინჟინერი ხარ, შეიძლება გამოიყურება რაღაცა კონსტრუქცია და როცა ფილოსოფოსი ხარ, უკვე გამოიყურება როგორც utopia, რომელსაც პირდება პოლიტიკური კლასი და ეს utopia-ის შეთავაზება რა. ის უკვე რაღაცა იმას ეჭვს აჩენს, რომ რაღაც ვერ არის ისე დაალაგებული, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ სამყაროში. დემოკრატიულ სამყარო არ თავაზობს, რომ
რაღაც უტოპიურ იმასა რუსთავის კემპუსს ისეთ მოგწევ და თან იცი რომ ფარდა არსებობს უხილავი რომელიც უკანაც ხდება რაღაცები. აი მაგალითად გეუბნება რომ ხო კარგი იქნება რომ რეგიონებში გადანაწყვეტენ სტუდენტები და სინამდვილეში გეუბნება ამის პარალელურად რომ ახლა თბილისში გაყვიდით იმას უნივერსიტეტის კორპუსებს და იმპული დავაშენებთ რეგიონებში იმას და ანუ სინამდვილეში ასე ველაპარაკება რომ მთელი ჭავჭავაძის გამზირი უნდა გაიყიდოს, ან ჭავჭავაძის გამზირზე არის უნივერსიტეტის ბევრი კორპუსი, თქმა აკეთებს რომ აი თქმა რაღაცა კულტურული ისტორიული მეორე კორპუსს არ გავყიდით, მაგრამ პირველ და მეორე კორპუსს არის თესეოს მე-5, მე-4, მე-6 რაღაცა უამრავი კორპუსი კიდე მაღლივი არის საერთოდ ძალიან უზარმაზარი ტერიტორია, სადაც დიდი სიამოვნებით ააშენებთ რაღაც წათამჯენებს. ილიას უნივერსიტეტის კორპუსებია შუა ჭავჭავაძეზე. ნუ მთელი ჭავჭავაძის გამზირი ფაქტიურად და მთელი ჭავჭავაძე უნდა გაყიდოს, ის ფული მერე ნაწილი შევიდეს ბიუჯეტში, ნაწილი ირიბად შევიდეს პარტიის იმაში დაფინანსებლებით, ანუ რეალურად აძლევს დეველოპერი რიცხვს ამას პარტიის იმაში, ყულობაში და რეალურად პარტია დიდდება, იმიტომ რომ განათლების რაღაც სფეროში რეფორმა ჩაატარა. და ერთი მხრივ უტოპიურად ჟღერს და სიგიჟეთ, მაგრამ მაგიტომაც გაკეთებულია უკვე ეს. ეს დავსვი ეკითხვა თავში რომ რამდენად შეიძლება რომ მართლა სერიოზულად აღვიქვათ თქო და სპორტის აკადემია არსებობს ამის ძალიან კარგი მაგალითია. ვაგის პარკის პირდაპირ იყო სპორტის აკადემია, გაიყიდა ეს შენობა და რაღაც ნოშიკო ნამორაძე აშენებს ცათამჯენს და ცათამჯენს იხილავს რომ ზუსტი ის არ მახსოვს, მაგრამ აი დაახლოებით ეს რაღაც ითხოვდა ამასიათ რომ დავამატებინეთ კიდე 20 საფრთხე. აი დაახლოებით ეს რაღაც სიგიჟეზე არის ლაპარაკი. ანუ აქ არის ძალიან დიდი ფული და ეს ფული არის არა მხოლოდ შენობების გაყიდვაში, არამედ არის კიდევ უცხოელ სტუდენტებში, უცხოელი სტუდენტების შემოსავლები არის უკვე ასეულობით მილიონი. ეს ასეულობით მილიონი უნდა რომ წაართვას სახელმწიფო უნივერსიტეტებს და უნდა რომ იცეს კერძოებს, თქვა რომ ეს არ შეიძლება ბიზნესი აკეთოს სახელმწიფო. ერთი განათლება ბიზნესი არც უნდა იყოს, არც კერძოში არ უნდა იყოს. ნუ ისიც არამომგებიანი უნდა იყოს. ანუ ეგ ცალკე პრობლემაა, რომ ესე გელაპარაკება განსაკუთრებით უნივერსიტეტებში. იმიტომ რომ აი მაგალითად ნებისმიერი ის რა ვთქვათ ამერიკული კარგი უნივერსიტეტი, რაც ჰარვარდი, იელის, სტენფორდი, კოლუმბია, რაღაც ყველა კერძები კი არის, მაგრამ არც ერთი არ არის მომგებიანი, ბიზნესი არ არის არც ერთი, ანუ ისინი მუშაობს ყველა როგორც არამომგებიანი შეკვეს ფორმატი თან ფუნქციონირებს. არა, როგორც IP-ა, ხო, ანუ როგორც სამთავრობო ორგანიზაცია ისე მუშაობს, როგორც ფონდი, ესე მუშაობს და თელი შემოსავალი რაც არის, ვიღაცა საათებს კი აღებულობს იქ რაღაცა ის უნივერსიტეტის რექტორი, კოლექციის გემარიაჟება რაღაცა, არამედ ეს მთელი ფული ხარჯება იმაში, რომ განვითარებაში. აი ვიღაცას ქონდა სტიპენდია, ვიღაცას ქონდა შესაძლებლობა რომ ლაბორატორიაში მუშაოს, ვიღაცა ახალ კამპუსი ააშენონ საზღვარგარეთ შიგნით და ასე შემდეგ. ჩვენთან აი კერძებზე რომ ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, ხო, ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის, ისიც ბიზნესზე, როგორც ბიზნესზე ისე ლაპარაკობს, როგორც ფულის მანქანაზე. ეხლა გვეუბნება რომ ეხლა ეს ფული უნდა წავართვას და მივცეთ კერძებს. და მე შეიძლება დავსვათ კითხვა რომ რატომ აკეთებს ამას. ერთი არის რომ მეტი კონტროლი კონდეს იმაზე სახელმწიფო უნივერსიტეტზე, იმიტომ რომ შენზე გახდეს დამოკიდებული და ავტონომია დაეკარგოს მინასო. მეორე არის რომ იქ ინტერესები აქვს ასევე პარტიას. იმ კერძო ბიზნესში. ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად წინა განათლების წინა მინისტრი გიორგი ამელახვარი უცებ ანუ მის დროს გაიყიდა შავი ზღვის უნივერსიტეტი და ახლა მუშაობს შავი ზღვის უნივერსიტეტში. ანუ მე შეიძლება ეჭვი რომ ის ხო არ იყო ჩართული ამ გაყიდვაში. მის თანამონაწილეობით ხო არ მოხდა ესეთი რაღაც, ხო? თან მithumedes რომ ის ადრეც იყო მფლობელი კერძო უნივერსიტეტის. ბრუნავი გარის პრინციპი ქვია კორპორაციაში, ეგ ამბავი ხო არის. ხო, ანუ რაღაცა სახელმწიფოს პოლიტიკით და მე ეს პირადად ხო, თუმცა ხა იქ მოდელი ვერ იქნება, რომ ზოგადად ანუ მოდელი არის უკვე და შავი ზღვის უნივერსიტეტზე ეს პირველი ამბავი არ არის, რაც საჩუქრებს. მაგალითად 6 წლის წინ თქვა თუ შევეცადოთ თუ ადრე შავი ზღვის უნივერსიტეტს აუგზავნეს სტუდენტების მიერ და დაიწყო ამ უნივერსიტეტის გაკოტრება და ამ უნივერსიტეტის მფლობელები ყვებოდნენ რომ იგი აპირებდნენ იმის გაყიდვას, იმიტომ რომ თურქეთიდან იყო ზეწოლა და ეს რაღაცა თურქული ორგანიზაციის დაარსებული იყო. იქ რაღაცა გელების მოძრაობის წინააღმდეგ დაიწყო ზეწოლა, ეს აქ დაიწყო თურქული სკოლების დახურვა და რაღაც მომენტში უკავშირდება განათლების სამინისტროდან ადამიანი, მათ და ეუბნება რომ ვიცი რომ თქვენ ყიდით ამ უნივერსიტეტს 25 მილიონად, მაგრამ ჩვენ მინდა რომ თქვენ ჩვენ მოვყიდოთ 5-ად.
ოღონდ ეს მოგვეცდეს უნივერსიტეტი და მერე გადაგიხდით ფულს. ანუ როცა სტუდენტები პირობითად არყვევით ამას. არა, ეს მე იყო პირადად ამ უნივერსიტეტის ფლობელმა. რომ აი ესეთი შეთავაზებით დაგვირეკეს. ჩვენ ვთქვით, რომ არ ყო გადაიგეთ. კრედიტო დათლავს აბოთ $1,000,000 და ამის მერე მოდის ავტორიზაცია და უცებ ამბობს, რომ ესე თქვენ რაღაც ესხი გაქვთ მაშინ უნივერსიტეტში და იქ კიდე რაღაც ჯარიმა გაქვთ და იმ ჯარიმას რო არიხით ამიტომ ხო არ ფინანსურად გრადი უნივერსიტეტი არ ხართ და სტუდენტები რო შემოვიდნენ ახლა თქვენთან შეიძლება შუაგზაში გაკოტრებდეთ და ამიტომ უფლებას ვერ მოგცემთ რომ განახორციელოთ პროგრამები და იწყებენ გაკოტრებას ამას და მე გადის რამდენიმე წელი და ეს უნივერსიტეტი იყიდება მე გადის კიდე ერთი წელი და უცბამოშტე რომ განათლების მინისტრი არის ამ უნივერსიტეტის მართვაში ჩართული და მართლა ბავშვი უნდა იყო ვერ ვიხდე ამ შორის კავშირი ხო რაც და ის ადამიანი რომელსაც უკავშირდებოდა ის უნივერსიტეტი წავიდა სხვა სახელმწიფოს მიერ ახალ დაარსებულ უნივერსიტეტის მართვაში ჩაერთო ესე რომ ეს არ არის ანუ ზოგადად შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამით კერძო სექტორში ასე ვთქვათ განათლების ბიზნესიც ხელში ჩაგდების ასე ვთქვათ და მაკედანაც სარგებლის ნახვის მცდელობაც არის. რა თქმა უნდა და თან ისეთი უნივერსიტეტების შეზღუდვას ცდილობენ ახლა კერძო სექტორშიც რომლებიც ამ სხვა ან არიან თავისუფლები ან თან არიან კონკურენტები იმის ხო რომელიც ორი უნივერსიტეტი ძირითადად რომელიც არის ამისნი არის საქართველოს უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი ჯიპას ხან ერჩიან, ხან არ ერჩიან. გაჩნია ხან როგორ ურთიერთობას დააყარებენ. მაგრამ ეს კითხვა მე მინდა დავასვა, მაგრამ ახლა შევეხეთ რომ კერძო ინსტიტუტებსაც და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც რა გავლენას მოახდენს თქო ესეც მაინტერესებდა და ანუ აი თუნდაც ამ 4 ხეულს, ანუ 4 უნივერსიტეტზე იყო მეგონი საუბარი, რაც მედიცინაში რაღაცაზე ახსენეს, ეს უნივერსიტეტი რომელიც თქვით ანუ მათზე რა გავლენას მოახდენს, ანუ აქედან რა შეიძლება ვიმსჯელოთ. ესე იგი, თავი დავვნებოთ, ესე იგი, რაღაცა შეტევას კონკრეტულად ამ უნივერსიტეტებს, სისტემას, ან კერძო უნივერსიტეტების სისტემას, ეს რეფორმა შეეხება იმით, რომ სახელმწიფო ფული აღარ წავა იქ. ეხლა ეს ერთი მხრივ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებისთვის გაზრდება და შეიძლება ხელმისაწვდომი თუ შემცირდა კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, მაშინ შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა საერთოდ იმ კერძო სექტორში. ეს არის ერთი პროგნოზი, რაც მოხდება. მეორე რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ პროფესორები, რომელსაც გაათავისუფლებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ისინი რომ დაიწყებენ თავის პროგრამების გადატანაზე ფიქრს, სხვაგან გადაპირველი რაც მოხდება, იქნება ის, რომ კერძო უნივერსიტეტებს გააძლიერებენ ამით. მიაკითხავენ კერძო უნივერსიტეტებს, შესთავაზებენ, აი სოციოლოგიის პროგრამა რა ქონდა. ილიას უნივერსიტეტში მოდი რა, ეხლა შენ ჯიპაში და ეს ცალკე ამბავია, ანუ შენ შეიძლება ანუ ერთი მხრივ გაასუსტო იმით, რომ ფულს კონკრეტს მიიღო, მაგრამ გააძლიერო პერსონალი. და უნივერსიტეტების ნაწილი სიამოვნებით მიიღებს, იმიტომ რომ ამ პროფესორების გამოაბარებს ხშირად სტუდენტი კონკრეტულ უნივერსიტეტში, ანუ იმას გერ ფიქრობს იქ კარგი კაფე აქვს თუ საერთაშორისო აქვს თუ არა. მაგრამ ამას რომ ეს კაცი ასწავლის აქ და მინდა რომ ასწავლოს კარგი. ხო, ну ეს აი პირველი რაც თქვით, ალბათ თავისუფალს ყველაზე მეტად ილიასაც თავისუფალში მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის პირველი ასე ვთქვათ არჩევანი გრანტის შეძლებენ და მაგრამ ხო, ამიტომ სახელმწიფოს დიდი ნაწილი თანხის მიდის თავისუფალ უნივერსიტეტში და ალბათ ეს საქართველოს უნივერსიტეტში. ანუ ეს ამ უნივერსიტეტში კერძოებიდან ალბათ ყველაზე მეტი და ყველაზე მაღალგულიანები მიდიან კერძოებიდან. და ეგ ხო, იმოქმედებს უარყოფითად. მეორე რაც მოხდება არის ის, რომ ეხლა კერძო უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა არის განსაზღვრული თვითონ როგორ ხელმძღვანელობენ ფასით. ანუ საბაზრო ფასზე როცა ფიქრობენ იმაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენია გადასახადი. და თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი იმუშავებს სახელმწიფო დაკვეთაზე, ანუ თუ სახელმწიფო პირობებია თქოს რა უნივერსიტეტს რო აღშენ ფული და ყავდეს ცოტა სტუდენტი, მაგრამ ყავდეს მაგალითად უფასო. დაიწევს უფასო და თუ გაუგებარი იქნება რა გადასახადი, მაშინ ეს კერძო უნივერსიტეტი დაიწყებს უკვე ფიქრს არა შეჯიბრზე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. არამედ უკვე შეუძლია უკვე როგორც მონოპოლია და ოლიგოპოლია მისი განვითარება საკუთარი თავი რა, იმიტომ რომ სტუდენტებს არჩევანი რეალურად აღარც ექნება, იმიტომ რომ მაგალითად აი ახლა სოციოლოგია რო ავიღოთ, ხო?
თუ სოციოლოგია იქნება მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუ იქ გადასახადი არ იქნება და მიიღებენ ცოტა სტუდენტს, მაშინ ადამიანს რომელსაც მაინდამაინც სოციოლოგია, სოციოლოგიაში ცოტა ესეთ მაინდამაინც სოციოლოგია. თქვათ იურიდიული ფაკულტეტი. ხო. ობახიძესთან ისწავლიან, არ ვერ ისწავლიან ერთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაშინ წაფრე კერძოში, კერძოები რეალურად გახდება რაღაცა ოლიგოპოლია, იმიტომ რომ შეუძლია რომ გამოიჭიროს ეს სტუდენტი თავისი ფასებით. იმიტომ რომ იქ თუ ადგილები შეიზღუდა ესეოში და ძალიან მაღალია კონკურსი, მაგრამ აქ შეგიძლია შესთავაზო უფრო მაღალ ფასად, მეტი ადგილი. აი ეს არის პრობლემა და ეგ გაჩენს ახალ პრობლემას, რომ ეხლა თუ თანასწორობა არის განათლებაში კიდევ უფრო გაზრდა. ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ნაკლები იქნება იმ ფენისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეგვიძლია დაბალი ხარჯებით მიაღწიოს უმაღლეს განათლებას. და ეგ ნიშნავს იმას, რომ მობილობისთვის, სოციალური მობილობის პრობლემა არის ხო განათლებაში, რომ განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მას მერე რაც საყოველთაო გახდა განათლება სკოლა, ხოლმე ჯერ კიდევ 19 საუკუნეში დაიწყო ეს მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში და ჩვენთან საყოველთაო გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამისი ერთ-ერთი თავი მიღწევა ის იყო, რომ განათლება გეხმარებოდა, რომ შენი სოციალური ჯგუფიდან გამოსულიყავი და მიიღწია რაღაც ახალისთვის რა, მაგალითად თუ შენ გაიზარდა გლეხების ოჯახში, შენ შეიძლება მერე მიაღწიო იმას, რომ გაქვს შესაძლებლობა, შანსი გახდა მეცნიერი, არ არის აუცილებელი ისე გლეხი. როცა ადრე იყო, რომ რაღაც მარტო ესეთი წოდებრივი როცა იყო, შენ წოდებში რჩებოდი, ვიღაცა არისტოკრატიის ოჯახიდან რჩებოდა არისტოკრატიის ფენაში, ვიღაცა შოველები თქვა რაღაც პროლეტარიატი მოძებნებიან და გლეხებად თქვა მარქსისტული ჭარჭოდა რო შეხედა, მაგრამ სინამდვილეში ეს მოხდა, ხო, აი 19 საუკუნეში ერთ-ერთი საკითხი ეგ იყო 19 საუკუნის დასაწყისში, როცა იმპერიის ნაწილი გახდა, ხო, რუსეთის რომ მოთქვეს, რომ ეხლა არსებობს ბიუროკრატიის ინტერესი, რომ საყოველთაო იყოს განათლება, პირველი გიმნაზია ჩამოყალიბდეს. მაშინ მაგალითად ერთ-ერთი პირველი წინააღმდეგობა ეგ შეხვდა, რომ ჩვენ არისტოკრატებმა მოთქვეს, რომ ეს ჩემი შვილი და ნაციზმის ხელოსნის შვილი ერთად უნდა სწავლდეს სკოლაში, რანაირად დარჩება ის არისტოკრატად. თუ ერთ არის განათლება ეთქვა, ხო, ანუ ადრე ის თქვა რაღაცა ორიგენეს სწავლობდა და ეხლა ეს რაღაცა იმას სწავლობდა, გასწვლის შეკეთებას, ეხლა მაინც ორივე უნდა ისწავლოს რაღაცა საერთო ლიტერატურა და საერთო რაღაც ღირებულებით გაიცნობს იქ როგორ. და ამიტომაც მაგალითად თან პირველი სკოლა რო გაიხსნა ეს გიმნაზია, რამდენჯერმე დაიხურა, რომ ხოს გაყავდა. და მე ჩავდიოდნენ რუსებიდან უნივერსიტეტში შეიძლება ეხლა უნდა შემოიყვანოთ და ისიც არც δεν მithsmiden. ანუ კაი ხანი დაჭირდა ამას მისაჩვევად, რომ ეს ასე სოციალურ წარმომავლობაზე ალბათ განათლება დამყარებული და 2005 წლამდე ეს სისტემა, ხო, საბჭოთა კავშირიდან გადახდა იმ ძველ სისტემას, სადაც შენი წარმომავლობა უფრო მეტად განსაზღვრავდა ეს არ მოხდებოდა, სად არა, ეგ კორუფცია იყო და პოლიტიკა უნდა უფრო ადვილად ხდებოდა და თუ არა სანაცვლოდ რაღაც. ეხლაც ბევრი პრობლემა აქვს, იგივე რამე ხდება რა, იმიტომ თბილისელებს უფრო მეტი შანსი აქვს, თუ ჩააბარო მიდრეთ და ესელებს და პოტენციალს უფრო მეტი. მაგრამ კიდე გაუარესდება ამ ცნობებით? ხო, იმიტომ რომ კიდე უფრო მეტი კონკურენცია ჩნდება. და კიდე უფრო მეტად მithყავს სტუდენტები იქ სადაც უფრო ძვირია. სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც კი, მაგალითად, როცა გეუბნება კობახიძე თბილისის ნაცვლად ნაწილს სწავლობ ქუთაისში და ნაწილს სწავლობ რუსთავში, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ მithყავს იქ სადაც დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებია და შემოსავლის ნაკლები ექნება. ანუ შენ თავის რჩევის შესაძლებლობა ნაკლებია. რა სტუდენტი თბილისში რო ცხოვრობს, მარტო იმიტომ კი არ ცხოვრობს თბილისში, რომ რაღაცა გრის ლაბაზი ქალაქი. არავინ იმიტომ შეუძლია პარალელურად იმუშაოს. და თავი ირჩიოს, მინდა დაიქიროს და ასე შემდეგ. ეს ქუთაისში რითი უნდა ირჩიოს. ანუ ეგ მოქნილობაც, თავს მოქნილობაც აქვია პრინციპში მაგას სტუდენტებისთვის, ეგეც შეიზღუდება ხომ? მაგრამ ერთი გასაგებია რომ ეხლა კი არ არის კარგი რომ ანუ თბილისში არის ყველაფერი თავმოყრილი, მაგრამ ამის ესე ხელოვნურად მოგვარება რომ მოდი სხვა ქალაქებში უბრალოდ იძულებული გავხადოთ ადამიანები, რომ ისწავლონ რეალურად მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება რა. თითქმის რა ვიცი უმეტესობა ალბათ თან მუშაობს, თან სწავლობს
კულტურალადაც შეხედა, ხო, აი მაგალითად ჭაჭვაძეზე ვახარებ შენობების გამო, ხო, აი გაითქვათ, ხო, ჭანდებას, აი მიყოს ლამაზი და მაღალი შენობები, რაღაცა გასართობი, ხო, რაღაცებს ეგეთიც ნებებიც აქვს, რაღაც შუში შენობები იყოს და არა სამსართულიანი ჩამოყალიბებული, რომელიც უნივერსიტეტის კორპუსი არამედ იყოს ლამაზი, რაღაც პიქსელის გასავსი რაღაც. ხო. მაგრამ მე რო შეხედა, რას მიაღწევა ამით? მიაღწევა იმას, რომ ქალაქის მთავარი ერთ-ერთი მთავარი გამზირი აღარ იქნება კულტურული ცენტრი და საგანმანათლებლო ცენტრი. ეხლა არის ვაკე არის საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილი, საზდადიან პროფესორები, სტუდენტები, იმაზე არის მე მორგებული წიგნების მაღაზიები, კაფეები რა. ეხლა უცებ ესეთი ყველაფერი გაიტანო რუსთავში. ეხლა იქ თავიდან დაასწორეს ყველაფერი, ეს გარე ხო, სადაც შენ მართლა ეს საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი უნდა გახადო. და ამას ხელოვნურად ვერ აკეთებ, ანუ ეს შეიძლება, რა ვიცი, მასალათ ყაზახებმა რო შექმნეს ახალი დედაქალაქი და რაღაც ხელოვნურად რო გადაასახლეს ხალხი და უთხრეს, რომ ეს ინსტიტუტები იქ გადავიდეს და მე რომ მიხვდნენ, რომ უსე აი ეს ხელოვნურად ვერ დაგეგმა, რომ აქ კაფე იქნება, იქ უნივერსიტეტი იქნება, რაღაც ხო რა, რაღაც იმაში ალბათ ეს ნაცვლად ასტანაში და თელვის გადაიტანა რომ კულტურული ცენტრი და თვითონ ვაკისთვის, აი ვაკის მოსახლეობას რო გითხრა, რა ურჩევნია, რომ რაღაცა ის იყოს ყველა კუთხეში რაღაც ბიზნეს ცენტრი იყოს, ის იყოს აქ ოფისი იყოს და ტრენაჟერები იყოს თუ უნივერსიტეტიც იყოს, სკოლაც იყოს, რაღაცა ბიბლიოთეკაც იყოს, წიგნის მაღაზიაც იყოს. ანუ თვითონ ქალაქზეც ძალიან დიდი გავლენა იქნება. საქართველოსაც ხო ის ტექნიკური უნივერსიტეტიც რა არის, ხო და ესე რაღაცა ეს საერთოდ მეგონა საერთოდ არ ფიქრობ, როცა მე ასოთლებს ირობენ და როცა ვიღაცები ამბობენ, აი რა აზრი ქონდა ახლა ქალაქის მერის ჩართვას ამას და ესეთ საკითხებთან დაკავშირებული რო არის, ამიტომ აქვს აზრი, უბრალოდ სხვა საკითხი ის მერი პარტიის ინტერესებიდან გამოდის, თუ ქალაქის ინტერესებიდან, როცა ეს განსხვავება შეეხება. არაერთ შეიძლება თბილისის მერმა ხარ დაუჭიროს ასეთ მოაზრებას, რომ მოდი სოციალური ინსტიტუტები გავიტანოთ ქალაქიდან და აქ აღარ იყოს და ახლა ესე ჩავანაცვლოთ სხვა ინსტიტუტებით, რომ რაღაცა ის გავაკეთოთ, რა ვიცი, მასაჟი და უნივერსიტეტის მაგივრად მოდი ფულს რაც მოიტანს ისა და რას მოაქვს შეხედო არის რესტორანი, რაღაცა ჯიმი და ბოულინგი და ეს რაღაცა კარგი იქნება ახლა ეს ქალაქისთვის. თვითონ აი შედეგებზე ხა ბევრი სხვადასხვაებას უკვე შევეხეთ, ხო? ანუ ერთი თვითონ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოგეთ სასახად იკვეთება ფინანსური დამოუკიდებლობა, ფინანსური და არაფერ ფინანსური გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის საკითხით, რომელიც უარესდება ძალიან ბევრი ინსტრუმენტით. ხო, იქ შეზღუდვა რაოდენობა, ანუ სტუდენტები ნაკლები, ფაკულტეტები ნაკლები, თვითონ უცხოელი სტუდენტები ნაკლები, ანუ საგრანტო სისტემა აღარ, მოგეთ ანუ მთლიანად ექცევა სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასე ვთქვათ, იქნება მართული პარტიის მიერ. რაც შეეხება კერძოებს, ნუ კერძოებთან დაკავშირებით თქვით, რომ ანუ არაერთგვაროვანი არის, ხო, გავლენა კერძოებზე, ანუ შეიძლება რაღაცები გაძვირდეს ხელოვნურად. შეიძლება ის არის რაღაც საგებელიც მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა იმით, რომ ასე ვთქვათ, კვალიფიციური პროფესურა შეიძინონ, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამოთავისუფლებიან, ასე ვთქვათ. სხვა კერძო ხორდა, ნუ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში, ასევე მათი ფინანსური კუთხით, რო ვთქვათ, სახელმწიფო დაფინანსების დიდი წილი მათთან აღარ წავალ საგრანტო სისტემის დაცმის, ანუ ესეც მათზე გავლენას მოახდენს. პროფესორი რას კარგავს, როცა გადადის სახელმწიფოდან კერძოში, ამაზე რა დავფიქრეთ? არის ის, რომ ერთი რო კარგავს ფინანსებს, იმიტომ რომ მეტად უფრო ნაკლებს გიხდიან სინამდვილეში კერძო უნივერსიტეტში, და ზაფხულში საერთოდ არ გიხდიან, წითად გიხდიან საათების მიხედვით და მეორე კარგავს შესაძლებლობას, რომ ჩაერთო ამ უნივერსიტეტის განწყობილების მიღებაში. სახელმწიფო უნივერსიტეტის გარანტირებული რომ შეიძლება იყო არჩეული მართვის ორგანოებში, კერძო უნივერსიტეტებში. პროფესორების აბსოლუტური უმეტესობა არის მომსახურე პერსონალად მუშაობს, შენ ქირავენ იმისთვის, რომ ჩაატარო რაღაც გაკვეთილივით სკოლაში, ანუ კერძო უნივერსიტეტის სინამდვილეში საქართველოში უმეტესობა კერძო ურთიერთობის ადგილი არის ერთ პროფესორს და მფლობელს შორის, ეს უნივერსიტეტების ახლა
მოგებაზე არის ორიენტირებული და ამ უნივერსიტეტს და სტუდენტებს შორის. რაღაც არის საკონტრაქტო სისტემა, შენ მიქირავე იმისთვის, რომ მე შენ ფული გააკეთები და ერთ-ერთ უნივერსიტეტში მაგალითად თავაზობდნენ, რომ ათლების სკოლა გახსენია და რო გითხრა შენ ვიზა რა არის, მე ვკითხე, თავად მომს. მე ვფიქრობ, მე ვკრიტი მაგას ასწავლებელი და იმიტომ მინდა რომ შენ გახსნა ესა. ბიზნესის გაზრდა მაგისტრის მე არ მისწავლია ხო და არც მინდა რომ ასწავლა. მე წარმოგიდგენ იმაზე მოვიფიქრო, რომ ეს სტუდენტი შემოსავალია ვიღაცისთვის და არ უნდა დაკარგოს ეს შემოსავალი, ამიტომ უნდა გაუშვათ თუ ის სწავლობს. ანუ პირიქით არ ნოცადო რომ შევზღუდო რაოდენობა სტუდენტების, იმიტომ რომ მოგონი მეთქოს მე რომ კრედიტის გასტუმრებაში ხალხს მიშნი. ესეთ დამოკიდებულება როცა არის, ხო? მაშინ შენ როგორც პროფესორი ხარ დაუცველი. ამიტომ არის რომ საქართველოში თქვათ რომ ნახოთ კერძო უნივერსიტეტებში პროფესორები აღმოაჩენთ რომ ისინი მუშაობენ ძალიან ბევრ სხვა უნივერსიტეტში ერთდროულად და არც ერთი უნივერსიტეტის ერთგულები არ არის. ერთგულები იმ თვალსაზრისით რომ ამის განვითარება არ არის ისი გლობალიზაციის პროცესი იქნება უნივერსიტეტი. რაღაც მომენტში აი მაგალითად მე მუშაობდი ორ კერძო უნივერსიტეტში. ამ სხვაშეს ამ რეპრესიების დაწყებამდე. და არც ერთი არ მუშაობდი და არც ერთი არ მჭირდები. უცებ. ანუ უცებ ერთმანეთთან სტუდენტები არ ყავს და ამიტომ ვერა და მე ხო ორივე თქვა რა. ერთმანეთთან საერთოდ ყავს სტუდენტებიო, მაგ მიმართულებით და მეორე თქვა რომ კი ყავს, მაგრამ ცოტა ყავს და ახლა ვირჩევია რომ სხვას მიცეთ, ანუ ვიცო სულ გააკვეცე მუშაობს, იმას მიცემთ ლექციებსა და ჩემი გაკეთებული კურსით, ან ჩემი დაწერილი კურსით ვიღაც სხვა ხალხი ასწავლის ამ უნივერსიტეტში. ამიტომ არაფერი, ანუ ჩვეულებრივ კონტრაქტში იწერია, რომ რასაც შენ შექმნი უნივერსიტეტისთვის, ეკუთვნის უნივერსიტეტს. და არც ავტორ უფლებები გაქვს. არ საერთოდ უფლებები არ აქვს. ეხლა გეტყვია, რომ ხო თან ესე კი არ ხდებოდა რა რაღაცა. აფრთხილება რაღაც. აი მაგალითად, რაღაცა გურეკავ და ეუბნები, რომ შენებერეში სწავლა არ ვიწყება, რომ საათზე და რა მოდგეს რაღაცა. იცით ჩვენ გადაწყვეტთ, რომ თქვენ არ იყოთ უფლები. აი ესე დამოკიდებულება და ურჩევნია რა სახელმწიფოს რომ ესეთი პროფესორა ჰყავდეს, იმიტომ რომ ეს პროფესორი არასდროს არ გამოვიდა, არ დაიწყებს ბუმს. უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტს ჩაახშობინებს ამ პროფესორს, იმიტომ რომ პროფესორმა იცის რომ ესეთი ბედი შეიძლება ხო და იქ გავაკეთოთ ეგ თემა თვითონ პროფესორებისთვის და ლექტორებისთვის რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები, ანუ ეხლა ეს ერთი რას თვითონ რაოდენობრივადაც შეიძლება თქვათ რომ ამდენი ლექტორი აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა. თუ ამბობ რომ მაგალითად ბიზნესის ფაკულტეტი უნდა იყოს ყოველ უნივერსიტეტში, ასეთებში გაქვთ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხო. მაშინ ეს ბიზნესი ანუ ვერანაირ რაოდენობის კერძო უნივერსიტეტებში უნდა გადანაწილდეს ეს. შესაძლებელია. მოთხოვნა კი თუ იარსებებს თეორიულად, ხო? ამ ხო. ეს უკვე ფასიდან გამომდინარეც იქნება წავედი, მაგრამ ერთი კიდე რაც წაკეთებენ არის 20 წლიანი და 3 წლიანი განმავლობა. რეალურად 1/4 ნაკლები პროფესორი რჩება. ხო, რაღაცა ის არის გამოსათვლელი ეს. ანუ რეალურად 1/4 ნაკლები რესურსის დახარჯვა მოგიწევს იმისთვის, რომ იგივე რაოდენობის ამაზე შეიძლება თქვან რომ აი კონკურენცია გაიზრდება და კარგი ამდენი კვალიფიციური ლექტორი არც ყავს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო კვალიფიციური ლექტორები ანუ კონკურენცია მაშინ არის კარგი, როდესაც იმ კონკურენციის შედეგად ყველაზე საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური ადამიანები ხვდებიან იმ პოზიციებზე, რა პოზიციებს უნდა მოხვდნენ. მაგრამ ეს გადანაწილება მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება იყოს უფრო არ საუკეთესო ადამიანები მოხვდნენ იქ. მაგრამ რას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს შემცირება გამოიყენონ ასევე საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის. ერთი რაც აკეთებენ არის, რომ ეს რომ 10,000 ლარი იქნება სრულ პროფესორს. მე ვუცებ თქვენს რომ ეს იქნება ერთი ადამიანი მიმართულებაზე. რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც იქნებიან ასოცირებულები და სადაც 1000-მდე ასისტენტ პროფესორი. ეს ნიშნავს იმას, რომ შიგნით აშენებს ახალი ტიპის იერარქიას, რომელიც თვითონ განსაზღვრავს, ანუ უნივერსიტეტის კერუტოვის უფლებას, რა ადმინისტრაციული ავტონომიის ფარგლებში თუ რაღაც უდეს რა სტრუქტურით იმუშავებს, საოცარ განუსაზღვრავს, საოცარ განუსაზღვრავს ხელფასიც და ეხლა გარდამავალ ეტაპზე რო ამ სისტემას გადასვლის დროს შეიძლება რომ სოლიდარობა მოაგვიოს პროფესორებს შორის. ანუ პროფესორებს ერთმანეთთან დაატაკეთ, მე ეს პროფესორები ერთიან ფრონტად ვერ გამოვლენ სახელმწიფოს რეპრესიების წინააღმდეგ. და ამის გამოყენება შეიძლება აუცილებლად, ხო? მაგალითად რაღაცები უკვე ამბობენ, რომ ჩვენ კონკურენტები ვერ გავულებთ.
რატომ? იმიტომ რომ შეეშინდათ რომ სხვა უნივერსიტეტებში შეიძლება უფრო მაღალი კომპეტენციის ხალხი გადმოვიდეს და მოკლედ ვინც იქ დახვდება გადმოსულ პროფესორებს მათ იქნება ყოველთვის უპირატესობა. და იმიტომ რომ ეს ასეთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არის აგებული ამ რაღაცა ურთიერთობებზე რომ მე შენ რაღაცას დაგითმობ შენ მე საბაგირო დავიფინანსებ მიმართულებას გამიხსნი მიმართულებას აიყვან ჩემ ცოლს ბიზნესშულს ვიღაცებს რა თელეს ჩაჭრია რა ისე არაფორმალური ურთიერთობების და ამ არაფორმალური ურთიერთობების ქსელში უცებ შენ დავაკრავ ეხლა უცხო ხალხი უნდა მოიყვანო და შეახვედრით შენზე უკეთესია და თქვათ და ესე არ არის მოწყობილი თქვათ კონკურსი გარე ტიპებმა უნდა გავაკეთოთ ხო ის გარე ტიპები ვინ არიან მაშინ ხო ეს უნდა ვთქვათ აი საერთოდ მოიყვანოს ხელისუფლება იმ გარე ხალხს ვინც შეიძლება შეაფასოს ნეიტრალური პერსპექტივიდან რომელი ჯობია იმ გაერთიანების შემთხვევაში აი თქვათ ილიას უნივერსიტეტის ისტორიკოსები და თესეოს ისტორიკოსებისგან ერთი ახალი ისტორიის ფაკულტეტი რო გააკეთა თუ ამას გააკეთა და თუ ის ერთი პროფესორი უნდა იყო რომელიც ხელმძღვანელობს ამას სტატიას და ეკრანს უბრალოდ ხო ხელმძღვანელი ვიღაცა ხაზები ის ხო ვინ უნდა შეარჩიოს ის ან სხვა მიმართულებების ხალხმა უნდა შეარჩიოს ამ უნივერსიტეტთან და ეს ძალიან პრობლემაა იმიტომ რომ შემოსავლები გვეოდეს ან გარე ხალხმა უნდა შეარჩიოს რითიც ძალიან ახალ პრობლემას აჩენს რომ მათი კრიტერიუმი შეიძლება სრულად განსხვავდებოდეს კიდევ ერთხელ რაღაც გიჟური ისეთი წერებები რომ აი მოდი ტექნიკური კრიტერიუმების მიხედვით გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აი უბრალოდ ნახოთ ისეთი პუბლიკაცია ის რაღაც ამ ხალხს ერთმანეთთან მუშაობს ყველა შეეძლოს ანუ ასე ვერ განსაზღვრავ რაოდენობრივი მაჩვენებელი რაღაც ვერ კონფერენციაში მოაწვევია რაღაც პერსტატია რაღაც საფუძველი უნდა წერილი და მოდი ესენი ერთმანეთს შევაძილოთ და რაღაც კარგი ფაკულტეტი გავდოთ არ გაქვს ხო მომრავი ნიუანსი არის კიდე ხა რაც მეც იფიქრებ კიდე ამ რეალურად განხორციელების კონტექსტში ალბათ რა ვიცი კიდე 1000 რამე გამოჩნდება რატომაც თითქმის არარეალისტურიც კი შეიძლება გეჩვენოს რომ რატომ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცა რა მაგრამ ახალ უნივერსიტეტის დაარსების დროს უამრავი პრობლემა და არსებულების შერწყმის დროს ისეთი პრობლემები ჩნდება რომელიც აი მაგალითად ლაბორატორია როგორ გადაგაკეთებენ მეორეში ბიბლიოთეკა როგორ გადაგაკეთებენ მეორეში რომ ეს უნივერსიტეტები თავის მიმართულების მიხედვით ხო ამ რესურსებს აგროვებენ ცნობით და მე ფიზიკურად აწყობენ ისე რომ ამისას ხომ მიიღოს სტუდენტისთვის პროფესორისთვის ეს ყველაფერი უნდა მოარღვიო და ახლა გადაათრიო სხვაგან ხო და კიდე აი ახალი უნივერსიტეტი რო ავიღოთ აი მაგალითად ბიზნეს გახსნილი უნივერსიტეტი ქუთაისში არის ვერმა არის საქართველოში რომ საქართველოში არსებობს ორი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების სისტემა ერთში შედის ყველა უნივერსიტეტი გარდა ბიზნესის და მეორეში შედის მარტო ბიზნეს უნივერსიტეტი ეს ბიზნეს უნივერსიტეტი იმართება სულ სხვა კანონით სპეციალურად დაიწერა კანონი ბიზნეს უნივერსიტეტისთვის არა ალბათ არის არა პირველად რა კანონი პარლამენტის ორი კანონია ერთი კანონი არის საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და მეორე კანონი არის კანონი მის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და ეს უნივერსიტეტი არ იმართება მეორე კანონით ანუ მაგალითად ამას უწერია რომ შეიძლება სრულიად სხვა ის კონდეს სტრუქტურა კონდეს და სრულიად სხვადასხვა იმართებოდეს რექტორს სხვადასხვა ირჩევდეს სხვადასხვა მმართველობა კონდეს და შემოსავლებს სხვადასხვა კონდეს და ყველა დარჩეს აქვს სხვა კანონი და ამით მოხდა იმისი აღიარება რომ შეუძლებელია კარგი უნივერსიტეტი გააკეთო იმ კანონით რომელიც ეხლა ყველა დარჩენილ უნივერსიტეტს და სპეციალურად შექმნეს ახალი კანონი რომ ბიზნეს უნივერსიტეტი იყოს კარგი და წარმოგიდგენთ რა პირობებში ეხლა ესენი გველაპარაკებენ იმაზე რომ ჩვენ ეხლა რაღაცა უკეთეს ხარისხის განათლება შექმნით აქ ამ კანონების შეცვლა ну თვითონ სტუდენტებს ჩეხებათ მაგრამ რამდენიმე რამე ვახსენეთ მაგრამ კიდე რომ აღნიშნოთ ანუ ერთი თქვით რომ ხელმისაწვდომის პრობლემა ყველა ვარიანტში გაჩნდება ასევე ბევრი საუბარი იყო ბოლონის პროცესთან მიმართებაში და ასევე საუბარი იყო იმაზეც რომ რეალურად გამოვა თუ არ გამოვა ის რომ მართლა ყველა საუბრის საფეხურს თითო წელი მოაკლდეს ხლა ამაზეც რომ თქვათ 1-2 სიტყვით ამჯერ ბოლონის პროცესთან მიმართებაში რამდენად მნიშვნელოვანი არის და რეალურად რა იმდენად პრობლემური არის. ხო, ნუ პრობლემა არის ის რომ რაც ნაკლები განათლება გაქვს უფრო მაღალ ხარისხს აღნიშნავს არავისთვის. აჩვენს ქართველებისათვის, მაგრამ მით უმეტეს ევროპელებისთვის. შენ როცა ამბობ რომ ჩვენი სკოლა 11 წლიანი
რეალურად ეუბნები ჩვენს ყველა დამთავრებულებს, რომ ბევრ ქვეყანაში მოგიწევს ან 1 წლის დამატება, ან 2 წლის დამატება. იმისთვის რომ შენ პირველ კურსზე დაიწყო სწავლა იმ ქვეყანაში. გერმანიაში გვერდ 13 წელია, ხო? ხო და გერმანიაში 13 წელი თუ არ გვაქვს მასწავლი, მაშინ ეხლა 12 წლიანი განათლების პირობებში 1 წელი მიდიხარ მოსამზადებელ კოლეჯში და მე იქიდან გადადიხარ პირველ კურსზე. 11 წლიანი განათლების შემთხვევაში მე რო ვსწავლობდი გერმანიაში, მაშინ მომიწია რომ ჯერ 2 წელი მესწავლა უნივერსიტეტში და მე იქიდან წავსულიყავ პირველ კურსზე, გადავსულიყავ გერმანულ უნივერსიტეტში. და ნუ ეს სერიოზული პრობლემა იყო, რომ ხარჯებს უკავშირდება 2 წელი აქ უნდა დახარჯო დროც და პუბლიცს და ენერგიას და მე იქიდან თავიდან უნდა დაიწყო სწავლა. ხო და მე იქიდან ვერც იქ იმდენ სრულიად სწავლა, რომ 3 წელიწადში ვერ ავთარებ, როგორც ვითომ წამწლიანი სწავლა. და რეალურად ახალი პრობლემა შეექმნება. თან სინქრონიზაციას რომბო სისტემასთან გააკეთებ, ხო აქვს ამას მნიშვნელობა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სიმბოლური. მაგალითად, ახლა ჩვენ სინქრონიზაციას ვაკეთებთ რაღაც ჯავშელ სისტემებთან, ხო, როგორ რუსულ საგამოძიებო სისტემასთან. 11 წლიანი იმათ 11 წლიანი ვიქნებ ჩვენ აფხაზეთში, რუსეთში, ხო, საბჭოებში არის 11 წლიანი სკოლა. ახლა 11 წლიანი სკოლიდან მე მყოლი სტუდენტები იქიდან მოსულები და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ჩვენი სტუდენტებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს უმეტესობა არჩევს დროს რეპეტიტორობას. ეს 11 კლასიან შემთხვევაში ახლა მე მასუს მე 11 კლასი მაქვს დამთავრებული, მე 11 კლასში არავინ არ დადიოდა. მაგას არ არის ხო და ეგ არ ნიშნავს, რომ მე-11-ში სწავლობდა და მე-12-ში არ ხო, ბოლო კლასში არ. ბოლო კლასის პრობლემა არის, ხო. მეათეც რო იყოს, ხო, იგი რა მოხდება. ახლა ბოლონის პროცესისთვის მარტო ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის ავტონომიაც უნივერსიტეტების. ანუ შენ ბოლონის პროცესის ნაწილი ვარც ახლა იგულისხმება, რომ შენი ხარისხის მართვაც ამ უნივერსიტეტების არ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ახლა მაგალითად ხარისხის მართვის სააგენტოების რეესტრიდან იქ მოგვაგდეს, რომ 100-ჯერ უთხრეს არ შეიძლება მინისტრის მოადგილე იყოს ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი და მაინც იგივე საკეთებდნენ. თან არანაირი საჭიროება ამის თვითონაც არ ხდება, მაგრამ აი ესე უნდა და აკეთებდნენ. ახლა მე ვფიქრობ, რომ ამას სპეციალურად არ აკეთებენ იმისთვის, რომ რაჭერბან ნაკლები ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან და რაჭერბა ადვილად გაგრიყონ. გაუგებარია თან პირობებში, როცა მათი შვილებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ წავიდეს, სადაც მე მარტივად წავიდეს, რომ აქ ისაუბრებს სკოლაშობის 12 წლიანი არის. ეგ რეალურად რას აძლევთ, მაგას ვავიქს ვერ ვერტები. ანუ რა დამოკიდებულს ხდი პარტიაზე ადამიანს რა. ანუ აი შენ წალობას ელოდები, მე ვიღაცა კეთილი იმისგან. ანუ 11 წლიანი თუ 12 წლიანი თუ აღარ იქნება და 11 წლიანი თუ იქნება პარტიას რა, ანუ მაგალითად ესეთი რაღაც თქვეს, რომ ჩვენ გამონაკლისებს დავუშვებთ, რომ მე-12 კლასს ხონდეთ ზოგიერთ სკოლებში. რომ აქაც იყოს შესაძლებელი და თუ ზოგიერთ სკოლას ვიცით და ყველა სკოლას. ანუ ესეც მაშინ კონტროლის ხარჯი, ხო? შეგვიძლია. მე მაგალითად ეგ ცალკე პრობლემას აჩენს. მე მუშაობ დღეს კიევის სახელობის სამერგო აკადემიაში, რომელიც საფუძვლებელი მასწავლებელი. აი 2001 წელს გავხსენე და 2001 წელს გავხსენე უკვე 12 წლიანი გავხსენე. და ჩვენთან 12 წლიანი სწავლება არ არსებობდა 2007 წლამდე. უბრალოდ 2008-ში გადავიდნენ პირველად 12 წლიანი სწავლებაზე ქართული სკოლები რა ისე საჯარო სკოლები. ხო და პრობლემა იქაც იყო ის, რომ მაგალითად 2005-ში ქონდა პირველი გამოშვება ძალისხმევის სკოლაში მე-12 კლასელებისთვის. ნაწილი მოსწავლეების გავიდა მე-11 კლასში, თქოს ჩვენ უკვე ვისწავლეთ 11 წელი. ანუ იმ სკოლებისთვისაც კი, რომლებიც 12 წლიანი სწავლების გაგრძელებას აპირებენ 11 წლიან სისტემაში, იმათვისაც ახალი პრობლემა შედება, რომ რაღაცა ნაწილი ამბობს, რომ მე საქართველოში ვიყავ ჩაბარებას და აღარ მინდა ეს თვითონ არაფერი ხო შუიდან გამოგეთიშან. ანუ არაფერი ფინანსური პრობლემის გარდა რა პრობლემა უნდა იყოს. პრობლემა არის ის, რომ შენ სასწავლებელი იყო გაწერილი რომ გაქვს 19 კლასებში, ეს ვიღაცა შუაში წვეთს. და ანუ შუა გზაში წვეთს საკუთარ განათლებას, ანუ ვერ მიდის ბოლო. მაგალითად ეხლა რომ კონტექსტ ჩვენ მოსწავლეებს არჩევანი მე-11 სკოლას და 12 სკოლას. რა აი მაგალითად მე-12 კლასში დასკვნითი პროექტები, როგორც აჯანოს და მოცადოს ეს აღარ იქნება. უბრალოდ რაღაც შუა გზაში ექნებათ განათლება მიტოვებული. აი ეს 12 კლასიანზე რომ გადადიოდა საქართველოს განათლების სისტემა, უცხოეთი არ იყო ერთ-ერთი არგუმენტი. სინქრონიზაცია რო განათლებასთან სულაც არ იყო თავი არგუმენტი. თავი არგუმენტი იყო ის, რომ
ერთი მხრივ ძალიან განატვირთული პროგრამა იყო 11 კლასში ჩატანილი და უნდა რაღაცნაირად განატვირთული იყო და ეს ერთი წელი გეხმარება. და მეორე იყო ის, რომ რაც უფრო დიდხანს სწავლობს ადამიანი, მით უფრო ვითარდება ეკონომიკა, და პირდაპირ აღარსებობს წლებსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის და მესამე არგუმენტი იყო, რომ რაც უფრო გვიან ამთავრებს ადამიანი, მით უფრო გაცნობიერ არჩევანს აკეთებს საკრიტიკული პროფესიის შესახებ. ანუ ეხლა თუ 17 წლის დაამთავრეს 11 წლიანში, აქამდე ამთავრებდა 18 წლის ადამიანი. ცალკე ამბავია, ვიდრაც არავის არ ამბობს, მათ შორის მეცნიერების ხსენების კონტექსტში არის ჯარის ამბავი, ანუ რო შემცირდება ეს რა ადგილებში და ადრე მოუწევთ ადრე მოუწევთ, ანუ ჩვენ მეზლესებს მოუწევთ და 18 წლისებს მოუწევთ და ეგ კარგია, ცუდია, არ ვიცი, არასრულწლოვანი ჯარში ცოტა ესეთი. ხო, შეიძლება ან ერთი წელი რაც გააკეთებს, მაშინ თუ არ მოუწევს. არის. და მე ცალკე ამბავია, რომ ჩვენ ვიცით, რომ მაღლესებში ბევრი აბარებს, იმიტომ რომ ჯარი ძალიან არამიმზიდველია. თავიანთია, რომ რაღაცა მაგისტრატურები გაიარეთ და როცა ამ შესაძლებლობას ამცირებ, მე ჯარი ხდება კონტროლის მექანიზმი. ეხლა უკვე არის ნიშნები და ადამიანები ყვებიან, რომ იმაში სამხედრო კომისარიატში მისულებს, ნახოთ ესეთი სიტუაცია, როცა ეუბნებიან, შენ თუ ჩვენი მომხრე ხარ, მაშინ გადაგივადებ. რომ არ მოგიაქვს უყურებო, საერთოდ არ დაგირავა. და თუ არ ხარ ჩვენი მომხრე, მაშინ დღესვე გაგიწოდე. და ეს ჯარი, როცა ესეთი პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება, იქ ცალკე პრობლემა არის, რომ ესე შენ იმ ჯარში იღებ რაღაცა ჯარი ხდება სადამსჯელო რაღაცა თუ ცუდად მოიქცევი გაგიშვებ მაშინ. ხო, ჯარში ხო ადრეა გაგიშვებ პროფესიულ სასწავლებელში. ახლა არის გაგიშვებ პროფესიულ სასწავლებელში და ჯარში. და ეს ჯარი კი ბატონო, შეიძლება ისე მოაწყო, რომ იქით სიხარული წავიდეს, მაგრამ ამას არაფერი არ ნაშთია. ხო, და კიდე ცალკე სტუდენტებზეც კიდე არ გამოგჩეს ესე იგი რამე მისასწავლის თემა თქვით ხელმისაწვდომობასთან ალბათ ისიც არის ხო დაკავშირებული, რომ თუ ვერ შეძლებ პარალელურად მუშაობას და თუ სხვა ქალაქში მოუწევთ გადასვლა პრინციპში ხა თბილისში მაინც მეორე ქილით არის და ეგ შეიძლება ფაქტორი ნაკლებად იყოს, მაგრამ სამუშაოს კონტექსტში ალბათ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ თბილისში მაინც პოულობენ სამუშაოს და სხვაგან ჯერ თბილისიდან გასვლაც არ ვიცი რამდენად რეალისტური არის, რა ვიცი რუსთავში ქუთაისში წავიდნენ აქედან სასწავლებლად ადამიანები და იქ მერე სამსახური ნახონ რამე და ესე შეინახონ თავისი თავი, ალბათ ცოტა თულად წარმოსადგენია. აი ჩვენ ხო რაღაც გამოსtildeება გვაქვს, ხო აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა გადაიტანა პარლამენტში ქუთაისში. არა მოყვა ამას მოყვა ის რომ უზარმაზარი ხარჯები დაჭირდა პერსონალის გადაყვანას. პარლამენტარები იქ არ ცხოვრობდნენ, პარლამენტის თანამშრომლები ეს რაღაც ადმინისტრაცია იზოლებული გახდა რომ იქ ეცხოვრა. რომ მათ გაუჩნდათ ახალი ხარჯები. ახლა პროფესორის ხო, სტუდენტი ერთი არის და პროფესორის ხომ გადაიყო. ხო, ინფრასტრუქტურა და მათ რუსთავში ივლისი დავყავდა და რაღაცა ასე გადალახავს. ნუ ტრანსპორტისთვის რატო იქნება ეს კარგი არ ვიცი, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ტრანსპორტში უფრო მეტი პროფესორი იქნება თბილისის რუსთავზე და ეს რაღაც გზაში იქნება საუბრები ესე იგი აკადემიური ის იქნება რა. მიმოსვლა ქალაქებში. მაგრამ ქუთაისში ხო გადაასახლო ეს ხალხი. ან იქ უნდა იყოს. იქ არის ეს პროფესორი რა. სიანდრეში შეიძლება მიიღო ხარისხის კლება. თორემ მოგიწიოს იქაურების არჩევა ესეთ ეს როლს შეიძლება ჯერ არ უმუშავია თუ მოგლესებში. და ეხა იწყებენ გამოუცდელები არიან. ანუ ეხა ვინც მუშაობს იქ ცალკე ამბავია ხო რომ ის ხალხი არის თუ არა მზად რომ მიიღოს ახალი ნაკადი. ლაპარაკია 20,000 სტუდენტი მოდი გადავაგრძელოთ ქუთაისში. ანუ ვიღაცა შეიძლება თქვას რომ ეს ხო დღეს ხო არაპირებენ, მაგრამ ანუ თუნდაც 2, 3 ან 4 წლის პერსპექტივაშიც კი არ არის ეს სისტემა, რომ ხა რაღაცა კვალიფიციურ საფი ადამიანებს იპოვი ესე მარტივად, ან თბილისში ვინც ასწავლისდნენ რამდენი ადამიანი ხა წავა და გადავა ქუთაისში საცხოვრებლად. ან თუნდაც რუსთავში იulis წინ დავუკან ხო ესე ეგ არის ერთი ნაწილი. მეორე რაც თქვენს რეგიონულ უნივერსიტეტებზე იყო ის რომ ეს რეგიონული უნივერსიტეტები უნდა ემსახურებოდეს გარდა ქუთაისის უნდა ემსახურებოდეს აგრარულ და პედაგოგიურ კადრების მომზადებას. და ერთ-ერთი პრობლემა ამ რეგიონულ უნივერსიტეტებზე ეგ აქვს რომ ეს უნივერსიტეტები მიმზიდველი არ არის სწორედ იმიტომ რომ სწორედ ამ მიმართულებებზე იყო ტრადიციულად ჩამოკიდებული ეს უნივერსიტეტები. და შენ თუ მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტს ეუბნები რომ იურისტებს აღარ მომზადებ და ეხლა მომზადებ სოფლის კადრებს და მასწავლებლებს, ხო ის კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი გახდება ადგილობრივი სტუდენტობისთვის, ხო ვისაც უნდა რომ სხვა პროფესიები შეიძინოს, რაღაც უნდა რომ გახდეს განათლების ადმინისტრირების.
სპეციალისტი არა, მაინც მასწავლებელი. ანუ საერთოდ რაზე ფიქრობენ ესეთ დროს თვითონ ასაგებია, იმიტომ რომ აშკარად ჩანს რომ ესეთ საკითხებზე პასუხები არა. აი მე-11 კლასზე არსეთი არგუმენტია თუ რატომ უნდა იყოს მე-11 კლასი და არა მე-12 კლასი დაავადებული. ერთ-ერთი რაც იქნება იყო თავის მართლება რომ მე რა მოხდა რომ იყოს 11. მე გაიგვის რაღაცა მე-12-ის თუენდო. მაგრამ სინამდვილეში ას მოიტანს რა არის დადებითი ამაში. და აქ ჩანს ერთი პრობლემა. ქართული ოცნება წლების განმავლობაში იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზიანოა, მაგრამ ფიქრობს რომ პოპულარულია. აი მაგალითად საზიანოში იგულისხმება, აი მაგალითად საქართველოს და სოფლის ისტორიის სწავლება გაყო საგნად ისევ მე-12 კლასებში. გონია ეს არის პოპულარული რამ. მაგრამ საერთოდ არ არის ამაზე, ამის მოთხოვნა არ არსებობს. პირიქით რაც პროინტეგრირებული იქნება საგნები, რაც ნაკლები საგანი იქნება ერთ-ერთი ეს განმავლობაში, უკეთესი არის ყველასთვის, მასწავლებლისთვისაც, მოსწავლისთვის სხვა. მაგრამ ეხლა მაგალითად შარშან არის პოპულისტურად რო გაყვეს ეს საგნები, რომ აი ჩვენ დააუბრუნეთ საქართველოს ისტორიის სწავლება იმაში სკოლებში, როცა სინამდვილეში სწავლებოდა როგორც წავგესაგნად, ისე ინტეგრირებულადაც. მივიღეთ სიტუაცია ესეთი, რომ წელს მაგალითად სამწუხარო არ არსებობდა სკოლებში საქართველოს ისტორიაში. ახალ შექმნილ საგანში და მერე მისარევ გამოცდების ტესტების შექმნელებმა გამოცდების ცენტრში არცოდაც საქართველოს ისტორიის საკითხები საიდან ჩაესვან. და თან რო არ ყოფილიყო საქართველოს ისტორიის საკითხები მისარევ გამოცდებზე, მაშინ რა თქმა უნდა რადგან პატრიოტული აღარ არის ის გამოცდების სისტემა, რომ საქართველოს ისტორიას აღარ აბარებენ. წარმოიდგინე ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არის სულ, მაგრამ დაიწყო დედაენა დააუბრუნდეთ. საიდან დააუბრუნდეს? დედაენა. გოგებაშვილის დედაენის სახეცვლილი ვარიანტები ჯერ საბჭოთა კავშირში ისწავლებოდა ტრაბიშვილის რედაქციით. მერე 90-იანების ბოლოდან გაჩნდა ახალი რედაქცია და 2000-იანებიდან კიდე რამდენიმე ახალი რედაქცია იყო და სკოლებში ისწავლებოდა და ესეთი გამოვიდა თქვენს რომ არა არ ისწავლებოდა ჩვენ დააბრუნებთ. ეს პოპულისტური რაღაცა შოუ გამთავრებული. სინამდვილეში დროს გაკარგილებს რაღაცა რეაქციებს ხალხი კონცენტრირებულია ამ მოძრაობაზე რომ უბრალოდ კარგი აერო ხელისუფლება ყავს და ვერეზოგი იცავს რეგიონებმა გამოფხიზნით. სინამდვილეში ეგრე სახელმწიფო ხო არის საქართველოს ისტორიის საიდან მოიტანეთ რო არის სწავლებული. ხოდა ქართული ოცნების ის ერთ-ერთი თავისებურება არის ის რომ აი მე მაგალითად 2004 წლიდან დღემდე მქონია ურთიერთობა ალბათ ყველა განათლებისმცოდნესთან შეუგაბრებლისები არის ჯეჯელავსთან კონტაქტი. პირველად იყო წინა მინისტრი ეს გიორგი აბდულახვარი, რომელიც ესე კამერების მიღმაც იგივეს ლაპარაკობდა, რასაც კამერებთან ერთად. ანუ შენც პოპულისტური ტექსტებით გელაპარაკებდა. მაგალითად მე მიხსნიდა, რომ ჩვენო დააუბრუნეთ საქართველოს ისტორიის სწავლებას სკოლაში. ანუ იმარა ამას ხალხს რა ამბობ. გავიგე. შეიძლება ვიღაცა დაგიჯეროს ვისაც სკოლასთან არ ქონია საქმე. მე რომ მიხსნი ამას, მე ხო შემიძლია წიგნი გაჩვენო რა. სახელმწიფო რომელიც ჩარშანი სწავლებოდა სკოლაში საქართველოს ისტორია. აი რა აზრი აქვს ამის ლაპარაკს? ან მასწავლებლებმა ხო იციან. ანუ 2100 სკოლაში ხო არის მინიმუმ რამდენი ისტორიის მასწავლებელი და სკოლაში კიდე რამდენიმე ანუ ლაპარაკი 5000 ისტორიის მასწავლებლს ხო ატყუე და იმან ხო იცის რა აზრია გამის გაკეთება. მოდით ცოტა დასასრულისკენ წავიდეთ. მინდა ერთი ესეთი თემით მასწავლეთ, აი რომ ძალიან მოვინდობოთ რამე დადებით თუ ვიპოვით და თუნდაც ისეთი დაშვებაც გავაკეთოთ, რომ რეალურად ჩავთვალოთ, რომ მართლა განათლების ხარისხის ზრდისთვის კეთდება ეს ყველაფერი. აი სხვა უკეთ ან იმ თავრობის ხელისუფლების პირობებში, რომელსაც მაგალითად თქვენ ზოგადად ხარს დაუჭერდით ან ოღონდ ნეიტრალურად მაინც იქნებოდეთ განწყობილი, რამე დადებითი თუ შეიძლება აქედან რომ შემთხვევით მაინც გამოვიდეს. ხო. გერმანელებს აქვს ესეთი გამოთქვა, რომ უსარგებლო ადამიანი არ არსებობს, ნებისმიერი ადამიანი ცუდი მაგალითიც შეიძლება იყოს რა. ცუდი მაგალითად მაინც გამოთქვა. ხო. ხოდა მე მგონია რომ უსარგებლო ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ მე მგონია რომ
ეხლა ხდება იმაზე დაფიქრება სინამდვილეში რა ურთიერთობა უნდა იყოს განათლებას და სახელმწიფოს შორის. და ეხლა არის შანსი სწორედ ის, რომ ეხლა სამუდამოდ განისაზღვროს, რომ არ შეიძლება განათლება პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს. თვითონ ამას არ თავაზობენ, მაგრამ რეაქცია არის ასეთი და მეგონია რომ ეს კარგი რეაქცია უკვე შეიძლება იყოს პოზიტივი ამ პროცესში, რომ რეალურად ეს თემა უნდა ყოფილიყო აქტუალური და ვერასდროს ვერ გახდა თითქოს ისეთი აქტუალური, როგორცაც იმსახურებს ეს თემა და იქნება შემთხვევით ისე გამოიწვევს სასარგებლოდ იმუშაოს ქვეყნისთვის თუ რეალურად რა არის ის რისკები, რაც მოაქვს ესეთ დაქვემდებარებულობას ეს გამოჩნდა ამ პროცესში და რაც უფრო ხალხი გაიაზრებს ამას მით უკეთესია. თავისთავად ის პრობლემების ჩამონათვალი, რაც არის პროპაგანდისტის მიღება ამ პრობლემებს და უპასუხოთ რაღაცა გადაწყვეტილებებით, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემების გადაჭრის გზები არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან და ან ისეთი გადაჭრის გზებია, რომელიც პრობლემას კი არ აგვარებს, ახალ პრობლემას არ შეცვალა. აი მაგალითად ხო მე რა თქვა, რომ შაგი კი მაქვს და რასაც შევთავაზოთ, თავს მოვაჭრე. და აღარ გიქნება. მართლა აღარ მიქნება. რა ჯობია. რაღაც ახალი თავის პოვნა მომიწევს, ხო? და როგორი არის მარტივი ამოცანაა. და ახლა ესეთ რაღაც განსხვავებებს თავაზობენ და ხო რა ვიცი, მე მგონია ჯობია შაგი გიქონდეს. ვიზიტზე თავი მოვაჭრა, ხო საბოლოო ჯამში და იფიქრო იმაზე როგორ უნდა იურთიერთო ასეთ რაღაცას ავტომობილთან და რაღაც გზები ეძებო, რაღაც კარები როგორ შეცვალო და რაღაც მედიკამენტი გიშველის და ასე შემდეგ, მაგრამ ნახოთ ჯერ კიდე დასაწყისი არის, სავარაუდოდ კიდე რაღაც ინფორმაციები გახდება ცნობილი, როგორ წავა ეს პროცესი და იმედია, რომ უფრო როგორც თქვენ თქვით, რაღაცა სასარგებლო გამოდნება ამ პროცესიდან და მარტო ისეთი ტრაგიკული და მძიმე სურათი არ იქნება, როგორც აი ისე რომ რაფორმითაც დაანონსდა ეს ცვლილებები ალბათ გარდაუვალი იქნება ამ რეალობაში. ხო, მეც იმედი მაქვს, რომ ამ ცვლილებების წინააღმდეგ უფრო მეტი ხალხი, მათ შორის ისინი, ვინც ეს პასიურად უყურებს განათლებას, ვისაც გონია განათლებაში ფულად მიღებული განათლებები არ უკავშირდება პარტიულ პოლიტიკას, ამას გააცნობლებს. ხშირად გვესმის განათლების სფეროში ჩართული ადამიანებისგან, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი. თუ არ ვერევი, მე მიიღებ ისეთ განათლებებს და მეგონია რომ გააცნობიან, რომ პოლიტიკა არის ეს განათლება. პარტიული პოლიტიკის ნაწილი კი არ არის ყოველთვის პოლიტიკა. განათლების შიგნით სახელმწიფოს განათლებები არის განათლების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ არის არასაზოგადოებრივი ინტერესი, მოგებული არის პარტიული ინტერესი. კი ბატონო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მოგეთა საინტერესო მომენტი იყო და იმედია ეს ჩვენი 1 საათიც დაეხმარებათ ადამიანებს, რომ კარგად გაიაზრონ რა შეიძლება ყველაფერი რომ მოიტანოს და იქნებ მოგეთ ამის სასიკეთო გამოვიდეს ამ ყველაფრიდან. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. ეს მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები.